თქვენ ვერ ფლობდით ვერც ცოდნით და ვერც საქმით ნათელს, ნათელთან თქვენ ზიარება შეხება არ გქონდათ. და ახლა უკვე მიმართავს პავლე მოციქული ქრისტიანებს, რომ თქვენ ხართო ნათელი უფალშიო. ეს რაზე მიანიშნებს, რომ თვითონ ადამიანი კი არ არის ნათელი თავისთავად, მას ეს არ შეუძლია. ნათლით მოცული მაშინ ხდები, როცა ხარ უფალში. ანუ უფლის მადლით არის შესაძლებელი, რომ შენი პიროვნება ნათელთან იყოს ზიარებული. ჩვენც ხომ უკვე უფლის შვილები ვართ, წარმართები ხო აღარ ვართ. თურმე არა მარტო ნათელთან რაღაც თანაზიარება უნდა გქონდეს და შემხებლობა, არამედ თავად უნდა ვიყოთ უკვე ნათელი. თავად უნდა ვიყოთ ნათლით მოსილნი და ეს ნათელიც კიდე ქრისტე ხო გვეუბნება სხვა ადგილას ხო გახსოვთ თქვენ რომ ესრეთ ბრწყინავდე ნათელი თქვენი წინაშე კაცთა და ეს იმდენად თვალსაჩინო უნდა იყოს რომ ვერ ფარავდე, გინდოდეს რომ დაფარო, მაგრამ ვერ ახერხებდი ამის დაფარვას და ვერც მოახერხებ, იმიტომ რომ ხო გვეუბნება წმინდა წერილი რომ რაც გულში არისო, ანუ გულის სისავსისგან გადმოედინება მერე ყველაფერი. საუბარი, მზერა, ქცევა, ემოცია, განწყობა, ყველაფერი გამოსჭვივის შინაგანი სამყაროდან, ანუ გულისმიერი სამყაროდან.